მე პირადად ფანტასტიკურად მესმის ამ ადამიანის დამოკიდებულების რაღაც მხრივ, იმიტომ რომ მართლა შეუძლებელია თელ სამყაროში ყველაფერზე და ყველაზე ინერვიულო, როცა მით უმეტეს ეხა ნათელია, რომ შენ თვითონ ქვეყნის შიგნით ბევრი პრობლემა გაქვს და რაღაც ეხა საფრანგეთში რომ მიგრანტებმა რაღაცები დააშავეს, ამაზე შეიძლება ვერ მოთხოვო საკუთარ თავს და მით უმეტეს ეხა სხვა ადამიანებს ეხა ამაზე დააჯექი და აინერვიულე, მაგრამ რეალურად ამ ყველაფერზე მე ვიდეო ჩავწერე, იმიტომ რომ რაც ხდება სხვაგან ის ხდება ჩვენთანაც, როგორც წესი ან ბუნების კანონია ასეთი რა ადამიანი ყველგან ადამიანია და ერთ და იგივე ტენდენციები გამონაკლისების გარდა და რაღაც სხვადასხვა რაღაცების გარდა მაინც მეორდება ხოლმე. გარდა ამისა თუ რაღაც ხდება საფრანგეთში დიდი ალბათობით მსგავსი საფრთხე არის ჩვენთანაც, იმიტომ რომ აი ხსენ გამომიხტებით და მე ვარ ქართველი მაშინ და მე კავკასიელი და არა ევროპელი სანამ მაგების წერას დამიწყებთ. საქართველო არის ევროპა და შესაბამისად თუ საფრანგეთს უდგას ამის საფრთხე შესაძლოა რაღაც პერიოდის შემდეგ ზუსტად იგივე საფრთხე დაგვიდგეს ჩვენც იგივე მიგრანტებთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ყველა მიგრანტს უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ გადარჩეს, მიიღოს საარსებო მინიმუმი და ხელშეწყობა აუცილებლად და მათი ყველა უფლება უნდა იყოს დაცული, თუმცა ამასთანავე ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ საკუთარ მდგომარეობაზე. აი ხო დეტალებში შესვლა არ მინდა რაზე და როგორ. უბრალოდ აი მაგალითად საფრანგეთში თუ იქნება იმის პრობლემა, დიდ ბრიტანეთში თუ იქნება იმის პრობლემა, რომ არალეგალი მიგრანტები საკმაოდ ბევრ დანაშაულს ჩადიან სხვა რაღაცებს რომ თავი დავანებოთ, ეს პრობლემა შეიძლება ჩვენთანაც წამოვიდეს და ამასთან დაკავშირებით მოგვიწევს საუბრის დაწყება, მოგწონს თუ არა. იმიტომ კი რა რომ მე ვცდილობ ეხა საფრანგეთში რამე პრობლემის გადაწყვეტს. ჩემი პრობლემები რო გადამწყვეტი, ეხა ფრანგებს რა პრობლემა უნდა გადავუწყვეტო, მაგრამ ზოგადად ჯობია ამ ყველაფერზე დაფიქრება. მადლობა.